წამოწყები უამრავია, სამართლიანობა აღვიანებს. ოცნების მხარდამჭერთა პროტესტი. რატომ არ აქვს სამართლიანობის აღდგენის განცდა საზოგადოების ნაწილს? 1 ოქტომბრის შემდეგ მეგონა რომ ყველაფერი ცოტა სხვაგვარად იქნებოდა, სამართლიანობა ჯერ არ აღმდგარა. 200,000-მდე სარჩელი პროკურატურაში. ეს არის იძულებით ჩამორთმეული ქონება. უკანონოდ მოხდა გადაფორმება ვაჩუქებიეს, გადამაფორმირების. გახმაურებული და გაუხმაურებელი საქმეები ხელისუფლების პასუხის მოლოდინში. პროკურატურა, რომელსაც ახალი ხელისუფლების მომხრეებიც აკრიტიკებენ და ძველისაც. უკანონოდ ზევლად ზის ადამიანი. ვისთვის აღდგა ქვეყანაში სამართლიანობა? პოლიტმეტრში არჩილ კბილაშვილი, მთავარი პროკურორი. 27 ოქტომბერს კოაბიტაცია მთავრდება. ეს ადამიანები და ათასობით და 10,000-ობით სხვა ადამიანი საქართველოში ვისი უფლებებით შეილახა, ელოდება სამართლიანობის აღდგენას. სააკაშვილს და მის ჯალათებს რა? ჩემი პასუხი არის ძალიან ანთელი. ნულოვანი ტოლერანტობა და ყველანი ციклში. როგორ აისახება მმართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის რეიტინგზე პროკურატურის მუშაობა? მხარეები, იურისტები, დაზარალებულები, საკუთარი მოსაზრებებით პოლიტმეტრის სტუდიაში. მინდია უგრეხელიძე, ზაზა ბიბილაშვილი, არმაზ ახვლედიანი, დიმიტრი შაშკინი, გიგლა ბარამიძე, უჩა ნანუაშვილი, ლია მუხაშავრია, გიორგი მშვენიერაძე, ნიკუშა შენგელაია, ია მეტრეველი, ლევან ლორთქიფანიძე, ელენე თევდორაძე. ენდეთ პოლიტმეტრს.